golden days drifting far away. Light is leaving town. Colors fade, but I'm thinking we stay just for a little while. გამარჯობა მეგობრებო, გილოცავთ ახალ 2025 წელს და გისურვებთ მთელი წლის განმავლობაში პატარ-პატარა ბედნიერებები გეპოვოთ. მე უკვე ნიუ-იორკში დავბრუნდი და დოქტორანტურის სტუდენტის ცხოვრებას ვაგრძელებ. თუმცა სანამ ახალ სემესტრს დავიწყებ და მინდა წინა სემესტრის ამბები მოგიყვეთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი სახალისო და საინტერესო ამბები გადამხდა და ასევე მინდა 2024 წელს ამ ვიდეოთი გამოვემშვიდობო. აქ ხედავთ ჩემს მოწყობილ თაროებს, ჩემს designated მცენარეების წყალს და ჩემს პირველ მცენარეებს. დიახ, now I'm a plant mom. ახლა რომ ვუყურებ ამ მცენარეებს, გულს უხარია, იმიტომ რომ ამჟამად აქედან ერთი სუკულენტი და ერთი ცესპაწუყვა მცენარე სიცოცხლის გამოსალმებულია. ამ დღეს პარასკევი იყო და წავედი TGIF-ზე, რაც როგორც უკვე იცით, კორნელში გრადების შეკრებასა და ლუდის მას ნიშნავს, ჩვენივე კამპუსის ბარში. შემდეგ კი ჩემს პირველ ბინგოზე წავედი. ძალიან საყვარელი პრიზები იყო, ცოტა ნასვამი ვიყავი და ვიფიქრე, კარგი აზრი იყო ბინგოს თამაში მარტოს. კარგად გავერთე, თუმცა ვერაფერს ვერ მოვიგე და სახლში წავბაწალდი. მეორე დღეს მივხვდი, რომ პურის ყიდვა დამავიწყდა და pancake-ები გავიმზადე. შემდეგ კი ფრჩხილები გავიკეთე, which is one of the most calming activities. მეორე დღეს ჩემი საყვარელი ლექცია იყო, შემდეგ კი HelloFresh-ით ეს უგემრიელესი განსხვავებული საჭმელი გავაკეთე, რომელშიც სიმართლე გითხრათ, ბევრი მარილი მომივიდა და ჩემ გარდა ალბათ ვერავინ შეჭამდა. შაბათ-კვირას გადავწყვიტეთ ვაშლის მოსაკრეფად და გოგრის ასარჩევად წავსულიყავით. აქ ტრადიციასავით არის ჰელოუინამდე აუცილებლად პატარა ფერმებში მიდიხარ და შენს ხილს და ბოსტნეულს არჩევ. მეგობრებს გავუარეთ, წავედით და სურათების გადაღებითაც გავერთეთ. შემდეგ იქვე დავსხადით და ცნობილი დონატები ვიყიდეთ. თან ნახეთ რა საყვარელი გარემო იყო. 2, 3, 4. I am not a raincoat here to keep you warm. Then go back in the closet after the storm. I'm not a match simply waiting to burn. All I am is a friend. Your friend till the end. შემდეგ მაღაზიაში გავიარეთ, რომ ინგრედიენტები გვეყიდა, რადგან დღეს ამ ვაშლით ვაშლის ფაის გაკეთება გვინდოდა. ასე გამოიყურებოდა პროცესი. თან წითელი ღვინო დავიდგით. ჩემი უსაყვარლესი ჰელოუინის ანიმაცია ჩავრთეთ და გამოცხობას დაველოდეთ. I'm not here to criticize the risk. All I am is a friend. Your friend till the end. All I am is a friend. Your friend till the end. ეს კი გამოცხვა და ის ნაწილი, რომელიც გამოცხვა ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ცოტა არ იყოს მთლიანად გამოცხვარი ნამდვილად არ იყო. ეგ არაფერი მთელი დღე ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მეორე დღეს გადავწყვიტე ახალი LEGO სეტი დამეწყო, რომელიც კოსმოსის თემატიკაზეა. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ რაც თავი მახსოვს, გულწრფელად მინდა კოსმოსში გაფრენა და იქიდან დედამიწის დანახვა. ასევე ჩემი ერთ-ერთი biggest flex-ი არის ალბათ ის, რომ LEGO-s ინსტრუქციაში შეცდომა ვიპოვე. მივწერე და მასტერთან ლაპარაკი ვითხოვე. როდესაც დამაკავშირეს და LEGO მასტერს დეტალურად აუხსენი პრობლემა, მითხრეს, რომ მართალი ვიყავი, აუცილებლად შეცვლიდნენ ინსტრუქციას და თანხაც დამირიცხეს აკაუნტზე. ისე მიხარო და გეგონება რაღაც დიდი accomplishment-ი მქონდა. შემდეგ კი ნახეთ, ჩემს ეზოში ირმები გამოჩნდნენ. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. მოკლედ გადავწყვიტე, რომ ჩემი ლაბისთვის, ანუ ლაბორატორიის ჯგუფელებისთვის მომეწყო ქართული საღამო. გამეკეთებინა ქართული კერძები და გამოსინჯებინა და თან გვეთამაშა გავრთობილიყავით.
ეს ყველაფერი დაიწყო ამით, რომ მეთქი აჯაბსანდალს გავაკეთებ, ხინკალს მოვხარშავ მეთქი, მე ხაჭაპურიც იქნებ იყოს თქვა და მოკლედ ნანალა გადაიზარდა ჩვეულებრივ ქართულ სტუბრაში. მგონი პირველად ვიგრძენი თავი აი ქართველ დიასახლის ადრასაც თქვი, იმიტომ რომ სახლი ხალხო, იცით როგორ დავალაგე? ასეთი სუფთა ეს სახლი რო აშენდა და გააწყრელეს, მაშინ არ იყო მგონი. ოღონდ განა იმიტომ რომ აქამდე ბინძური იყო. უბრალოდ აი არ ვიცი. ჩემი რუმეით რო შემოვიდა სახლში, გაიხედა გამოიხედა და ანუ რა ხდებაო, ყველაფერი წკრიალებსო. ხო, ეგ იყო step პირველი, ანუ ნაბიჯი პირველი. ნაბიჯი 0 იყო, რომ ინგრედიენტები ვიყიდე ყველაფრის და რაღაცა აჯაბსანდალი წინასწარ გავაკეთე, დღეს დილით ცომი გავაკეთე ხაჭაპურში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ქართული სული ნელ-ნელა ვიგრძენი, აი სახლი რო დავალაგე და მე უკვე ხაჭაპური რო გამოცხვა და ღმერთო, აი ზუსტად ქართული ხაჭაპური სუნი აქვს. აი ისე მეგონა რომ ამერიკაში კი არა, მართლა ქართულ სუფრაზე ვიჯექი სადღაც. მე ხინკალს ხარშავ, ყველაფერს გეტყვით, საიდან რა გავაკეთე. აჯაბსანდალი, აჯაბსანდალი ჩვეულებრივი. ოღონდ კარტოფილის გარშემო, იმიტომ რომ მე არ მეყვარს მოხარშული კარტოფილი. ხაჭაპურზე აი იცით რა კაი ხაჭაპური გამოვიდა და ამერიკაში გაჩვენებ ზუსტად რა ყოლს ვიყენებ და როგორ. მაგრამ თვითონ რეცეპტს რაც შეეხება Facebook-ზე ერთ ქალბატონს მივყევი ზუსტად როგორც ხსნიდა ვიდეოში, გეტყვით აუცილებლად სახელს, ეგრე გავაკეთე ხაჭაპური და აი მე თვითონ გავგიჟდი. ჩემი რუმეითები რო გაგიჯდნენ, ეგ კიდე ანუ არ უშავს, მაგრამ მეც ისე მომეწონა, რომ რა ვიცი. აი ხინკალს რაც შეეხება, არ ვიცი ჩემი ვიდეო აქამდე ნანახი გაქვთ თუ არა, მაგრამ ხინკალი გამომიგზავნეს ნამუდან, რაც შეგიძლიათ Amazon-ზე გამოიწეროთ თქვენც. არის ქართული კომპანიის მიერ დამზადებული ხინკალი და Amazon-ით ნებისმიერ წერტილში ამერიკაში მოვა გაყინულ მდგომარეობაში, მშრალი ყინულის თანხლებით. რაც შეეხება სხვას, არ ვიცი, 2 ლიტრიანი კოკა-კოლა მაქვს. ლიმონადი დამწუხაროდ არ მაქვს, მაგრამ არ უშავს. ზუსტად რომელზე მომენ ალბათ დაიგვიანებენ, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი მზად მქონდეს. და დღეს კი დავიღალე ამ ყველაფრით კეთებით, მაგრამ იმდენად excited ვარ და იმდენად გახარებული ვარ და იმდენად მინდა რომ მოეწონოთ ყველაფერი. და კონცელენ კაი იქნება. ახლა გავაცილე ჩემი მეგობრები და გეტყვით როგორ მოეწონათ რაღაცები. ხინკალი მოეწონათ ძალიან, მაგრამ ხელით არ ჭამა ბევრმა. ანუ ზოგმა მაინც ჩანგლით ჭამა, მაგრამ ძალიან მოეწონათ, რაც მთავარია. აჯაბსანდალი მოეწონა ხალხს. მარტო ერთმა თქვა რომ არ მიყვარსო ბოსტნეული ეგრე. და საერთოდ არ ჭამია. და ერთმა კიდე რეცეპტიც მკითხა. და ძალიან მესიამოვნა. ხაჭაპურზე გაგიჟდა ყველა, ანუ გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ და მეც ძალიან გამხარდა, იმიტომ რომ პირველად გავაკეთე ეს ხაჭაპური. მანამდე მაქვს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური და ვიდეოც მაქვს გადაღებული, სადაც basically აჭარულის მაგივრად ნაზუქი გამოვაცხვე. იმიტომ რომ ის ანუ საფუარი ამერია და საფუარი კი არა ბეიკინგ სოდა გავუკეთე. მაგრამ საბოლოო ჯამში აი ძალიან კარგი იყო და ანუ სხვა დროს რომ მქონია ესე ჰოსტინგი რომ გამიკეთებია რაღაცას, ეგ კიდე სხვა არის. მაგრამ აი ქართული საჭმელი რომ გავამზადე მთელი სული და გულით, აი მართლა დღევანდელი მიშენ, ანუ სულ დამოვიწყდა რომ PhD სტუდენტი ვარ ან რაღაცა. ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ იყო, რომ გამეკეთებინა საჭმელი კარგად, ისე რომ ქართული საჭმელი ძალიან მოსწონებოდეთ. და რაც თავი ეგ გავაკეთე და ახლა ყველა ჩემო ლაბელმა იცის როგორ გემრიელია ქართული საჭმელი და ალბათ კიდე ბევრი რაღაცას ეტყვიან. მე მგონი ის ვაიბი მომეატრა, აი როცა სტუმრები მოდიან და მე საღამოს რომ მიდიან და აი დაღლილი რო ხარ, მაგრამ თან რო გიხარო და რო იყვნენ შენთან და თან რო ყველაფერს ალაგებ. ოიცი. ყველა საქართველოს მომეატრა. მაგრამ ჩამოვალ უცებად ახლა არის ოქტომბერი. მე დეკემბერი. დეკემბრის ბოლოს. არა, დეკემბრის 30-ში, ფაქტობრივად დეკემბერიც აღარ გავანდეს. მაგრამ მალე და ზუსტად სახელმწიფო პერიოდში, როდესაც სოფრიანობა და სტუმრიანობა იქნება. ესეც საოცნობო შემოდგომა Upstate New York-ში. ამერიკის ეს მხარე განსაკუთრებით ცნობილია თავისი შემოდგომის სეზონით. რაჭა რომ გვაქვს ქართველებს ასეთი სილამაზე არ გაგვიკვირდება, მაგრამ დამეთანხმებით ძალიან სასიამოვნოა ფანჯრიდან ასეთი ხედი რომ გეშლება და მშვიდად უცქერ ფოთლების ხალიჩა შენს თვალწინ როგორ იქარგება. პარასკევიც მოვიდა და ისევ TGI-ზე წავედი. დაწყებამდე მთვარის მოტაცებას ვკითხულობდი. შემდეგ კი ტრადიციულად მეგობრებთან კეჩაპ მქონდა. აქედან კი რესტორანში წავედით, სადაც ლუიზიანური კერძები დავაგემოვნეთ.
შაბათს მეგობარს გავყევი ძაღლების პარკში. შეხედეთ რა სიცოცხლე ხავს. ნალა ჰქვია. ცოტა მორცხვი ძაღლია და ურჩევნია თავისთვის იყოს. მოგვიანებით კი მეგობრების ჯოინტ დაბადების დღეზე წავედი. ცოტა არ იყოს ციო და თან მდინარის ნაპირას ვიყავით. მე ხაჭაპურები დავაცხვეს, სხვებმაც თავიანთი ქვეყნის კერძები გააკეთეს, ან უბრალოდ სხვა სნექი წამოიღეს. ისეთი სუფრა იყო, მართლა არაფერი აკლდა და თან ყველაფრის გასენჯვა გაინტერესებდა. ერთმა ტორტიც კი გამოაცხო. გვიან საღამოს კი გადავწყვიტე, რომ დრო იყო ჩემი მცენარეები შედარებით დიდ ქოდნებში გადამერგო. ნახეთ ფესობი როგორი დახვეული ჰქონია. ამის შემდეგ კი დავფიქრდი კიდევ რისი გაკეთება მინდოდა, რაც გამახარებდა და ქარგვა დავიწყე. ჯერ სკეჩი მოვხაზე, შემდეგ კი შევსება დავიწყე და აი ჯერჯერობით რა გამოდის. ბოლოს კი ჰელოუინის ვლოგის აწყობასა და კოძა მუშაობას შევუდექი. ჰელოუინის ვიდეო უკვე მიდევს ახზე, ამიტომ შეგიძლიათ შემდეგს მას უყუროთ. მე მეგონა 2024 წლის ამბებს აქ დავასრულებდი, თუმცა მხოლოდ შემოდგომის სეზონის ვიდეო აღმოჩნდა. საშობაო უწყეულებებზე, აკაპელა კონცერტზე, სემესტრის ბოლოსა და ჩემი ნაძვის ხის მორთვაზე კი მომავალ ვიდეოში მოგიყვებით. იმედია ახალი წელი ოცნებებით და გაბრწყინებული თვალებით დაიწყეთ, რადგან დამერწმუნეთ, ოცნებები თუ გულით გჯერათ, აუცილებლად ხდება. ახალი წლის პერიოდში კი ჯადოსნობა, როგორც ვიცით, განსაკუთრებით ძლიერია.